ჩვენ წარმოვადგენთ ჯგუფ ფარს, ეხლა რომელშიც ერთიანდებიან ასე ვთქვათ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები, ასევე თავდაცვის უსაფრთხოების სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენ ფოკუსირდებით თავდაცვის უსაფრთხოების სისტემურ გრძელვადიან განვითარების პროექტებზე ჩვეულებრივ მშვიდობიან დროს და ეხლა, როდესაც ჩვენ გვაქვს ეს რაღაც უზურპატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის და წინააღმდეგობის პროცესი, ჩვენ მეხმარებით სახელმწიფოს და განსაკუთრებით ჩვენი ამოცანა არის, რომ ხელი შეუწყოთ ასე ვთქვათ, ერთადერთ ინსტიტუციას, რომელსაც აქვს სახალხო და საერთაშორისო ლეგიტიმაცია, პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხელი შეუწყოთ, რომ ის იყოს კმედითი, ეფექტური აი ამ კულმინაციის პროცესში და ზუსტად მაგაზე გქონდა. აი როგორ უნდა შეუწყოთ მაგათაც, როგორ წარმოგიდგენიათ რა შეთავაზებით მიხვედით? დიახ, ჩვენი ჯგუფის ფარგლებში დამუშავდა გარკვეული ინიციატივა, რომელიც ამ წინააღმდეგობის ფრონტის, ასე ვთქვათ, ამოქმედებას გულისხმობს. ჩვენ არ უშინდებით ამ სიტყვას წინააღმდეგობას, ვინაიდან რეალურად ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე, ანუ ჩვენ გვაქვს უზურპატორი რეჟიმი, ხო, ფაქტიურად, რომელიც ეწინააღმდეგება და აგრესიული მეთოდებით ცდილობს, ასე ვთქვათ, ჩვენი საზოგადოების საკუთარი რეჟიმული ფაშისტური სტილის რეჟიმის მარტოხებში მოქცევას. აქედან გამომდინარე, ხა არის საზოგადოებაში კიდევ სხვა ინიციატივები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინიციატივა, რომელიც ასე ვთქვათ, ეფუძნება ჩვენს კონკრეტულ სპეციფიკურ ცოდნას და გამოცდილებას, რაც საჭირო არის იმისათვის, რომ ანუ პროცესი წარიმართოს ქმედითად და ის კონსოლიდაციის პროცესი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებამ განიცადა, ჩვენ ვნახეთ საზოგადოებრივი ჯგუფების ასე ვთქვათ, გამოკვეთა, წარმოჩენა, თვითიდენტიფიცირება, თვითორგანიზება და ასევე ქუჩის ასე ვთქვათ, მასიური პროტესტი, განგრძობადი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობა. ამას ახლა კულმინაციურ ეტაპზე, ვინაიდან ჩვენ გვაქვს 29-ის თარიღი მოდის, სადაც ასე ვთქვათ, ფორმალური ვადა ეწურება პრეზიდენტს, მაგრამ ლეგიტიმაცია გრძელდება. კიდევ ერთხელ ხო, ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც სახალხო და საერთაშორისო ლეგიტიმაცია გააჩნია და აქ უკვე არის სერიოზული მოქმედებები საჭირო იმისთვის, რომ აი ეს კონსოლიდაციის პროცესი რაღაცნაირად დაცენტრირდეს და რაღაცა ფორმა და შინაარსი შეიძინოს, რომ პრეზიდენტისგან გადმოვიყვანოთ, რაღაცნაირად განვტვირთოთ პრეზიდენტი ამ რაღაცა დაწოლისგან და ზეწოლისგან, რომ არ იყოს ის ერთადერთი ცენტრი დარტყმის, ასე ვთქვათ, და ცოტა საზოგადოებაზე გადმოვიტანოთ უკვე, საზოგადოება მიიღო დარტყმები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იყო დეცენტრალიზებული, თვითორგანიზებული თემა და ფორმატი, მაგრამ ეხლა არის საჭირო ახალი ლეგიტიმაციის მქონე, სახალხო ლეგიტიმაციის მქონე, ეფექტური, ასე ვთქვათ, სიმძიმის, პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის შექმნა, საჭირო, რომელიც პრეზიდენტთან ერთად შექმნის აი ამ წინააღმდეგობის, ეფექტურ წინააღმდეგობის ფრონტს. კი ბატონო, გასაგებია, ხო, ჩვენ